თვითნასწავლი, თვითმყოფადი მუსიკოსი და ავტორ-შემსრულებელი, რომელმაც ხანგრძლივი მუსიკალური კარიერის განმავლობაში მსმენელზე განუმეორებელი შთაბეჭდილება დატოვა 69 წლის ასაკში ქართველი მუსიკოსი მამუკა ჩარკვიანი გარდაიცვალა. ცნობილი ქართველი პოეტის ჯანსუღ ჩარკვიანიშვილი სწორედ მამის ლექსებზე წერდა. მამუკა ჩარკვიანი ძირითადად მუსიკას, შემდეგ კი მისი ყველა სიმღერა ჰიტი ხდებოდა. მამუკა ჩარკვიანი 24 აგვისტოს 70 წლის გახდებოდა ცნობილი ქართველი მომღერლის ოჯახს სამძიმარი და თანაგრძნობა გამოუცხადეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა. Elze ჩამოვიკიდე შენ სიყვარულს ზინათა სიცოცხლე აირამელი გინდება გას სიცოცხლისთვის სიცოცხლის ბოლო წუთამდე იბრძოდა მარადისობაში კი თავისი შემოქმედებით ამ გამორჩეული ხმით და ამ მუსიკით სამუდამოდ დარჩა დამასიე ფიქრები როგორც ნოტები და მუსიკა მისთვის მთელი ცხოვრება იყო. თავისი სიმღერაში არის ემოცია. როდესაც აძლევს სპექტაკლია 4 წუთიანი სპექტაკლს თამაშობ 4 წუთის განმავლობაში. 4 წუთის განმავლობაში და მიიტანეს სვენელთან. თუ ამას მოახერხებ, ძალიან კარგია. სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრა ბავშვობაში დამოუკიდებლად ისწავლა. იყო თვითნასწავლი და თვითმყოფადი მუსიკოსი. ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი მუსიკის ავტორი და შემსრულებელი. ისეთის საქართველოში ყველას რომ უყვარს და დღემდე ყველა მღერის. ისეთის თაობები რომ გაზარდა. პატრიოტული, გენიალური და ყველაზე სახალხო. დადგეს ხიჟინი ორიანტელი რომ საქართველოს ძმენი საყვანი ლავი დგეს თურფა და სანარელი მღეროდა ძირითადად მამის ჯანსუღ ჩარკვიანის მიერ დაწერილ ლექსებზე. ამბობდა რომ ამ დროს მამასთან ყველაზე ახლოს იყო. ჭადრის ხეებზე სხედან ჩიტები ნადურის თვალის ოგინა და მიგნება ყველაზე მეტად დღეს მე მჭირდები ხვალ ჩემი ძვალიც აღარ იქნება ჩემი აღარ ახარ მორჩა წამადი უპირველეს ხოლი თევზე თეთრი თოვლი მოშა შეურაცხყოფილი თოვლი მუსიკალურ კარიერაში ჰქონდა პაუზაც, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემების გამო შეექმნა და მერე იყო სცენაზე ხმაურიანი დაბრუნებაც. მაყურებლის ასეთი რეაქცია და უწყვეტი აპლოდისმენტები მისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება იყო. მართლა უყვარდა რა თუ რაღაცაშია ადგნენ შენი ვარიზე სახელის გამოცხადებაზე ფეხზე და იდნენ 5 წუთი უკრავდნენ ტას ეს არის ბედნიერი ეს არის ჩამორა ეთი მითხა როგორ ხარ იქნება ყუდები უშენოვითარ მუსიკის წერაც ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევის შემდეგ დაიწყო. მისი ავტორობით შექმნილი არაერთი კომპოზიცია მალევე იქცა ჰიტად. მამუკა ჩარკვიანის სიმღერებს ხშირად ასრულებდნენ სხვადასხვა თაობის მომღერლები. მე მინდა საჯაროდ გავაცხადო რომ ეს თაობა არის წინალეთაო ის ურჩევნია მამულსა რომ შვილი ჭამდეს ხრამულსა ესეთი თაობა კარგი თაობაა და ჩვენ ძალიან ვიხარია სულაზე ლამაზ შენი თვალის ფერია საკუთარი შემოქმედებიდან ყველა სიმღერა თანაბრად უყვარდა, მაგრამ ერთს მაინც განსაკუთრებულად გამოარჩევდა.
ყველაზე საყვარელი სიმღერა არა მართლა წარმოიდგინე ყველა ერთნაირად მიყვარს მაინც ვიტყოდი ერთ სიმღერას ირინოლას სიმღერა მე რომ გელიცოდე ასე არ სარგელია ზევიცევი მაღლა და მაღლა ნაცრის ვერზევაზე შენს თვალებს მამუკა ჩარკვიანს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის მე-20 საუკუნის საუკეთესო სიმღერის პრიზი კომპოზიციისთვის „მაღლა და მაღლა“. ოქროს დისკი ნომინაცია წლის საუკეთესო სიმღერა სიმღერისთვის „ჩემი აღარა ხარ“, გაზაფხული, აპრილი და დედის ჯერი. მამუკა არის ერთი ჩვეულებრივი ქალაქელი კაცი. შეიძლება ითქვას მოსიყვარულე კაცი. 2014 წლის 10 მაისს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. 2023 წელს მამუკა ჩარკვიანი თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა. 2000 წელს კი ღირსების ორდენით დააჯილდოვეს. მაყურებელს დღეს სამუდამოდ გამოემშვიდობა. მამუკა ჩარკვიანი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. უმღერალი რამდენიმე დღეში 24 აგვისტოს 70 წლის გახდებოდა. როცა მოვკვდები ჩამატანეთ ჩემი გიტარა როცა მოვკვდები მე დამარხეთ ფორცოხლის ბაღში როცა მოვკვდები მე დამარხეთ ყველა ყვავილში როცა მოვკვდები